ეს ქუთაისია ბესიკის ქუჩა, სადაც მოსახლეობა წლებია ითხოვს საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას, თუმცა ვითარება კვლავ უცვლელია. საგზაო ინფრასტრუქტურა ისევ მოუწესრიგებელია. ეს შოთა პირველის ქუჩა, აქაც ადგილობრივები ამ გზის რეაბილიტაციას რამდენიმე წელია ელოდებიან, თუმცა როგორც ჩანს უშედეგოდ. ხეწერილებიც დაგვაწერიეს, რაღაც ტელეფონებიც ჩამოგვართვეს, რომ გადავცემთო და რა ვიცი, დაუკავშირდებითო. ეს რამდენი ხანს იყო? ეს იყო სადღაც 2 თვის წინ. ყველგან თელ სამეზობლოში ჩამოვკრივეთ ეს ტელეფონები, გადავეცით, მაგრამ რაღაც არაფერი ისეთი მთელი აღმაშენებელზეც დაიგო და ჩვენ მხარეზე არასოდეს არავინ არ მოდის. თუმცა გადაცემულია, უკვე ნათქვამიცა გვაქვს და რა ვიცი ეს. შეხედეთ, მედი პრობლემა რა უნდა შეგნათ, მანქანა ვერ გადავა, ისე თუ არ დაარტყა რაღაცა არ გააფუჭა. როცა მოწევს წყლები დგება სულ. თავისუფლების ქუჩა, ამ ქუჩის მოსახლეობაც გზის მოწესრიგებას რამდენიმე წელია ითხოვს. მოსახლეობა მეგატივთან საუბარში ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივ თვითმმართველობას წერილობით რამდენჯერმე მიმართეს, საკითხით არავინ დაინტერესებულა. ხანი ეს წელიწად ნახევარია უკვე. თუ არ მიმართეთ, აი მეზობლებმა დაწერენ და შეტანილია განცხადება, მგონია ქალაქის მერიაში შეტანილია. რა ვიცი, მოგაცევთ, ყურადღებასა და რაც ხუმი არ გვაქვს ყურადღება. ქუთაისის მერიაში განმარტავენ, რომ თავისუფლების ქუჩაზე სამუშაოები მიმდინარე წელს დაიწყება, ხოლო რაც შეეხება შოთა პირველისა და ბესიკის ქუჩებს, მათი რეაბილიტაცია როდის დაიწყება უცნობია. ანუ თავისუფლების ქუჩის რეაბილიტაციაზე საავტომობილების დეპარტამენტს უკვე გამოცხადებული აქვს საპროექტო სამუშაოების შესყიდვა. პროექტირების შემდეგ დაიწყებს სამუშაოების შეძენა, მიმდინარე წელს ამ ქუჩის რეაბილიტაცია დაგეგმილია. როგორც ჩანს, ბესიკისა და შოთა პირველის ქუჩების მაცხოვრებლებისთვის უმნიშვნელოვანესი პრობლემა არაპრიორიტეტული აღმოჩნდა მიმდინარე წელს ქალაქის მერიისთვის. ადგილობრივებს ისხა დარჩენიათ გაგებით მოეკიდონ შექმნილ ვითარებას და ლოდინის რეჟიმში გაურკვეველი დროით გადავიდნენ. მარიამ კუხიანიძე, ტელეკომპანია მეგატივისათვის.